დღევანდელი პოდკასტი ეძღვნება ქალებს და მათ შინაგან სიძლიერეს. ეს კოჯორი შემოვიარე ველოთი და 50 კილომეტრი ძალიან აღმართებით ვიარეთ და ძალიან კარგ ენერგიაზე მოვედი და განწყობით თქვენ. ის ენერგია, რასაც მე ვუზიარებ, ყოველთვის უკან მიბრუნდება და ყოველთვის ვცდილობთ კარგი ენერგია გავაზიარო. დილით ავდექი უძინარი, როცა უნდა იყო ძალიან დასვენებული და მე უკვე ვიცოდი რომ მე გადავცურავდი ჩვეულებრივად, ჩემ თავს ვილაპარაკე. სულ ფიქრობდი რომ მეთქი რომ იყოს ოცნების სამუშაო, ჩემთვის ეს იქნება იოგის მასწავლებელი. წელს კიდე ბოსპორტთან ერთად ესე ვთქვი რომ ბარემ ბოსპორტში ვარ, ბარემ თურქეთში ვარ და დარდანელსაც ვიტყვი. ეგ უნდა მეკითხა. არასდროს არ არის გვიანი რომ ნებისმიერ ასაკში ადამიანმა ვარჯიში დაიწყოს. ციფრული დეტოქსი გვაქვს, იმიტომ რომ ტელეფონებს ვთიშავთ, მაქსიმალურად კონცენტრირებული ვართ მხოლოდ საკუთარ თავზე და სუნთქვაზე. ყოველთვის ვამბობ, მე თუ შევძელი, თქვენ შეძლებთ, შეუძლებელი არაფერია. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. თქვენ ახლა უყურებთ ან უსმენთ ოქტოპუს პოდკასტს. სანამ დავიწყებთ ჩვენ შემდეგ ეპიზოდს, ერთი თქმა უნდა გვექნება, რომ გამოგვიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე ან Spotify-ზე და არ დაგავიწყდეთ ასევე ზარის ღილაკის გააქტიურება, რათა არ გამოტოვოთ ჩვენი არც ერთი ოქტო ეპიზოდი. მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან ორი არაჩვეულებრივი ქალბატონი. მოცურავე, ველომრბოლელი, მორბენალი ქალბატონი კამილა შარუხია და მისი შვილი ანასტასია ჟავია, იოგის ინსტრუქტორი. ასევე მინდა დავამატო. და მინდა შევეხოთ დღეს ჩვენი დღევანდელი პოდკასტი ეძღვნება ქალებს და მათ შინაგან სიძლიერეს. კი, ძლიერ ქალებს. დედაშვილობის ესე ვთქვათ ურთიერთობას და იმას რომ ზოგადად არასდროს არ არის გვიანი რომ ნებისმიერ ასაკში ადამიანმა ვარჯიში დაიწყოს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და როგორ ბრძანდებით? მოგესალმებით. წეხნაც გითხარით დღეს კოჯორი შემოვიარე ველოთი და 50 კილომეტრი ძალიან აღმართებით ვიარეთ და ძალიან კარგ ენერგიაზე მოვედი და განწყობით თქვენთან. ქალბატონ თამილა, ჩვენ როგორც ვიცით, ბავშვობიდან ხართ გატაცებული ცურვით და ფიზიკური აქტივობით, ხო? და რა იყო აი ამის შთაგონება, მაგაზე რომ გვესაუბროთ? ცოტას კორექციას გავაკეთებ. სპორტით დაკავებული სულ არ ვიყავი ბავშვობაში, მინდოდა ძალიან, მაგრამ იქ რაღაც შეზღუდვა მქონდა ექიმებისგან, რომ ეს არ შეიძლება ზედმეტად გადატვირთვა. ხელბურთზე დავდიოდი დაახლოებით 1 წელი, ალბათ 13-14 წლის ასაკში. ცურვა არ ვიცოდი საერთოდ, მაგრამ აი სულ მინდოდა, წარმოიდგინეთ რომ ბათუმელი ვარ და ზღვა შენგვერდით არის და ცურვა არ იცი, საერთოდ არ მიყვარს იმ საქმის კეთება. უბრალოდ რაც არ ვიცი და ცუდად გამომდის, არ ვაკეთებ ხოლმე იმასა და მწვრთნელი არ მყავდა, ცურვაზე არ დავდიოდი, ამიტომ ჩემით ვისწავლე 19 წლის ასაკში ცურვა. მთავარია მონდომება. რა თქმა უნდა, მთავარია მონდომება და შენი რაღაც სურვილებს და ოცნებებს უნდა დაუჭირო მხარი და განახორციელო. არასწორად ცურავდი და რაღაცა 1 წლის უკან რა გაკვეთილი რო ჩამიტარა მწვრთნელმა, იმ რა გაკვეთილში მივხვდი ჩემი შეცდომები და ისე თუ ასე ვცურავ, ძალიან მომწონს, თითქმის დღეს არ ვაცდენ. საღამო ჩემთვის ყოველთვის სუძვით მთავრდება. და მოკლედ შემდეგ 25 წლის ასაკში ვიყავი რომ გავთხოვდი, ბავშვები ანასტასია გამიჩნდა, ალექსანდრა გამიჩნდა და რო წამოიზარდნენ ბავშვები, ხო მივხვდი რომ რაღაც ჩემი თვითრეალიზაცია ვერ მოხდა ისე როგორც მე მინდოდა და გადავწყვიტე რომ ფიტნესზე მევლო. ფიტნესზე გავიცანი მეგობრები, რომლებიც დარბოდნენ და მოდი რა, ცადე შენ ძლიერი ხარ და იქნებ მოგეწონოს და მეთქი კი როგორ არა რა. და თბილისი მარათონი ტარდებოდა. თბილისი მარათონზე გამოვედი, იქ ასაკობრივში ავიღე პირველი ადგილი, შემდეგ იყო კახეთში გეცოდინებათ იქ ვინგსროლ ლაიფი ტარდებოდა, იქ ვიყავი და მოკლედ რო შევხედე რომ რაღაც კარგი შედეგები მაქვს, მე გავდიოდით ტრაბზონში, იყო უახლოესი საზოგადოებრივი ჩვენთვის თურქეთია და იქ მესამე ადგილი ავიღე პირველად, შემდეგ მეორე, შემდეგ პირველი და მოკლედ მივხვდი რომ აქ რაღაც კარგი ამბები ხდება ჩემ თავს და თან ხო იცი აი სახში ბავშვები გახარებული რაღაც მეუღლესაც ჩემ ძალიან ამაყავს ჩემით რომ აი რაღაც ჩემი მეუღლე მოკლედ
ძალიან მომინდა ამ ხრივ წავსულიყავი რაღაც ეს სპორტული ინტერესი ბავშვობიდან მქონდა და განმეხორციელებინა ეს ჩემი რაღაც ოცნებები ბავშვობის. შემდეგ გამოჩნდა აირონმენი. აირონმენი ეს არის იგივე ტრიატლონი ოღონდ დიდ დისტანციებზე და საქართველოში ჩვენგან მიდიოდა 5 ბიჭი. და იცი რა, მაგულიანებდნენ, რა ხო იცი შენ შეძლებ და ყოჩაღი ხარ და რაღაც საერთოდ წარმოუდგენელი მეგონა რა, რომ ვერ შეძლებ. ჯერ პირველი რაც გავაკეთე, ნახევარ აირონმენი გავაკეთე 2, ეს იყო ეს არის 2 კილომეტრი ცხრუა, შემდეგ 90 კილომეტრი ველოსიპედი და 21 კილომეტრი ნახევარ მარათონი უნდა ერბინო და ეს რაღაცა გადამულად აკეთებ ამას ყველაფერს რთულია რა, ამის დარეგულირება ამ დისტანციის, ამას სხვა ვარჯიში უნდა, იქ სირბილი სულ სხვა. ეს რო დავიწყე უკვე ეს ველოსიპედი და ცურვა, სპორტული უკვე მხარე რომ მივეცი, უკვე საშეჯიბრო. ხო, იქ რაღაც დამიქვეითი და ცოტა სირბილის ტემპი. ამიტომ ამას ყველაფერს ვარეგულირებდი, რომ რაღაც ვარეგულირებდი ჩემი მის ვარჯიშებით. ჩამოწერილი მქონდა რომ დღეს რა უნდა გავაკეთო. ამას უკვე ძალიან დიდი ესეთი სრული პროგრამაა. აგი, ანასტასიას მინდა ვკითხო. ანასტასია, აი შენთვის რა იყო, როცა დედისგან ნახე, რომ უკვე ძალიან ღრმად შევიდა, ესე ვთქვათ, ესე ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დადგა, ანუ შენთვის აი როგორი გრძნობა იყო ზოგადად ეს რაღაცა შთაგონება, შიში, სიამაყე? ყველაფერი ერთად. თავიდან იყო შიში, იმიტომ რომ მაინც მიდის ამხელა შეჯიბრზე და ჩვენც ყველანი განცდებში ვართ ოჯახში და შემდეგ როდესაც გადალახავს ყველა წინაღობას და გაივლის დააფინიშებს საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ამაყი ვარ და განსაკუთრებით, როდესაც შევდივარ ჯგუფურ ვარჯიშებს და მეუბნებიან, აი დედას მოусმინე, დედას პოდკასტს ვუყურე, კიდევ უფრო ვამაყობ, რადგან ყველასთვის არის შთაგონება, განსაკუთრებით ქალებისთვის და მისი წარმატებების შემდეგ უამრავი ქალი უკავშირდება, მეც მეკითხებიან, როგორ შეძლო მან ეს, განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა ასაკს, რადგან ასაკი მნიშვნელოვანია და ყველას აჩვენებს, რომ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ, რაც უყვართ და ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას. ასაკი მხოლოდ ციფრებია და აი ეს მარტო სიტყვები არა, იმიტომ რომ აი ქალბატონი თამილას შემთხვევაში ჯერ ისე გამოიყურება, რომ დედა რომელია და შვილი რომელია მინდა რომ ესე ვთქვა, ხო, იმიტომ რომ აი ნამდვილად ეხა რო გადავხედე თქვენს ესე ვთქვათ უკანა ბექგრაუნდს ძალიან დამაინტერესა და მაინტერესებდა ზოგადად თან თქვენთან შეხვედრა მინდოდა გაცნობა, იმიტომ რომ რაღაცა უდიდესი გამოწვევების წინაშე იდექით თან ქალი. და ესე ვთქვათ, თქვენი სიძლიერეც და ზოგადად ქალების მიმართ, ანუ ძალიან ისეთი იქნება, რომ ყველა თავის თავში რაღაცა იმ ძალას იპოვის, რომ თუნდაც შეიძლება რაღაცა ის მიზნები ვერ მიაღწიონ სიტყვაზე, რომ რაღაცა ბოსფორის სრუტე გადაცურო და ასე შემდეგ, მაგრამ ნებისმიერი ქალისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყოს. კი, ყოველთვის ვამბობ, მე თუ შევძელი, თქვენ შეძლებთ, შეუძლებელი არაფერია. ზუსტად ფაქტის სახეზე. ანასტასია, შენთვის როდის იქცა სპორტული გატაცება ცხოვრებისეულ გზად? აი მაგაზე რომ გველაპარაკო, შენი იოგას ამბები რომ მოგვიყვე და ასე შემდეგ. ჩემი პირველი შეხვედრა იოგასთან იყო 2015 წელს. მაშინ ფლექსის გამარჯვებული ვიყავი, წავედი ამერიკაში 1 წლით და დედას ველაპარაკებოდი ერთხელ, მეუბნება, უნდა ცადო იოგა. მე დავიწყე სიარული, ძალიან მომწონს და გაუწია რეკომენდაცია. და სკოლაში გამიმართლა, მყავდა ძალიან კარგი იოგის მასწავლებელი, სწორედ მაშინ დავიწყე და როდესაც დაბრუნდი საქართველოში, უკვე ერთად დავდიოდით იოგაზე. სხვადასხვა ინსტრუქტორი ვნახე, სხვადასხვა სტილი, მოვსინჯეთ რა მოგწონდა და ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა იოგასთან. შემდეგ უკვე დავინტერესდი უფრო ღრმად, რა იყო იოგას ფილოსოფია, ანატომია. და გადავწყვიტე, რომ უფრო პროფესიონალად შემეხედა ამ ყველაფრისთვის და გავიარე სხვადასხვა კურსი. კურსის გავლასაც სანამ გადავწყვეტდი, დედას ვეკითხებდი, რომ მეთქი მაინც სამედიცინოს სწავლობ ახლა და ვაპირებ ექიმობას და მინდა გავიარო, რას მირჩევდა და მითხრა, რომ აუცილებელი იყო, თუნდაც ჩემი საკუთარი ინტერესისთვის და მაშინ გავიარე პირველი კურსი 5-6 წლის წინ აშთანგა იოგის.
ამას მოყვა ჩემი მზრდადი განვითარება, გავიარე ასევე ჰათა იოგას კურსი და ამ ეტაპზე საქართველოში ერთადერთი იოგის მასწავლებელია, რომელიც არის რეგისტრირებული იოგა ალიანსში. ანუ ეს არის ამერიკული ორგანიზაცია, რომელს აქვს შემუშავებული თავისი კურიკულუმი, რომელიც განიჭებს ეგრეთ წოდებულ ხარისხს და level 3 იოგა ტიჩერი გავხდი უკვე წინა წელს. კოჩი. მოგულოცავს ძალიან მაგარია. პატარა ესეთი ჩვენ ტრადიციულ კითხვასაც დაგისვა. ოქტოპუსთან დაკავშირებით როგორ მოხდი ოქტოპუსში, ეგეც ოქტოპუსში დამაკავშირე ისევ დედამ, რომელიც დედა. ზურას მოსწავლე იყო, ზურიუსის და ზურამ გამიწია რეკომენდაცია ოქტოპუსში და აქედან უკვე დაიწყო ჩემი კარიერა თბილისში, იმიტომ რომ აქამდე მუშაობდი ბათუმში, შერატონში და როდესაც გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად და მოვეწყო რეზიდენტურაზე, უკვე პარალელურად დავიწყე თან მუშაობა ოქტოპუსში და დიდი შესაძლებლობა მომცა, იმიტომ რომ განავითარე სხვადასხვა მიმართულება იოგის, ეს არის თქვათ კუნდალინი, ძალოვანი იოგა, ჰათა იოგა, ასევე ცერემონია დავამატეთ, თუნდაც ლურსმნებზე დგომა და ეს მომცა ოქტოპუსმა, რადგან შემიძლია ვაჩვენო, რამდენად მრავალფეროვანი არის იოგა და როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენ. ეს ლურსმნებზე დგომა ახსენე და ძალიან რაღაც ტენდენციაში არის ახლა ჩვენთან ახალი შემოსულივით არის და 1-2 სიტყვა მაგაზეც გითხარი, მე მაინტერესებს კონკრეტულად ძალიან. ლურსმნებზე დგომა პოპულარული გახდა განსაკუთრებით ბოლო წლებში. ეს არის სათუ ბორდი, ანუ სპეციალური დაფა არის ორი ტიპის, დინამიური და ადინამიური. დინამიური, როდესაც მოძრაობს და თქვენს წერს ერგება და ადინამიური, ცოტა უფრო მკაცრი, ასე რომ ვთქვათ და გეხმარებათ ზოგადად რომ უცებ გამოაღვიძო ნერვული სისტემა, გააუმჯობესო შენი გულსისძახთა სისტემის ფუნქცია და ზოგადად დააკვირდე ტკივილს, როგორც განზე მდგომ ემოციას და შეხედო საკუთარ თავს ამ დროს. ვინ განიცდის ტკივილს, სად არის, თითქოს მედიტაციაში შედიხარ. მაგრამ არ არის ყველასთვის, ანუ უნდა იყოს ადამიანი მზად ამისთვის, უნდა იყოს განწყობილი წინასწარ, თუ ნევროტული ტიპის ადამიანია, ან თუ ვერ იტანს ტკივილს, თუნდაც მცირეს არ ურჩევ და რეკომენდაციას არ უწევ. მაგრამ ოქტოპუსში საკმაოდ პოპულარულია და ხშირად ითხოვენ გოგოები, რომ მოვიტანო, დატესტონ და დააკვირდონ შემდეგ უკვე ამ პროცესს. კი, არის დიდი მოთხოვნა. აუცილებლად გავტესტო, მეც პირობა შემიძლია დავდო მაგას. გელოდებით. დიდი მადლობა. ძალიან კარგი. მე ხა დედას მინდა ვკითხო ესეთი რაღაცა. ქალბატონო თამილა, მე მინდა ერთი ესეთი რაღაცა კითხოთ 44 წლის ასაკში, ანუ ესეთი, რა ქვია, აქტიური ვარჯიშის დაწყება. ანუ უკვე აქტიურად რო იყავით ჩართული რა. როგორი გრძნობა იყო ეს თქვენთვის? ანუ რას ნიშნავდა? მაინც ამ ასაკში ბევრს ცოტა რაღაცა ეგვიანება, ზოგს რაღაცა ცოტა ალბათ რაღაცა კომპლექსური ვარიანტიც აქვს. აი თქვენთვის რა იყო ეს? საერთოდ ორგანიზმი ძლიერი მქონდა და ყოველთვის თუ კი რამე გინდა და გულით გინდა ყველაფერი თავში წყდება. ეგ მე რო დავისახე მიზნად რომ მე უნდა ჯერ ჩაოლებრივად ფიქრობდი რომ რაღაც ჯანმრთელობისთვის და უბრალოდ ძლიერი რომ ვიყო, კუნთები იყოს ძლიერი და ნუ ჯანმრთელობისთვის და შემდეგ რომ შევხედე რომ ცოტა სპორტული მხრივ წავიდა და რაღაც გამარჯვებები მქონდა და პოდიუმზე ავდიოდი და ესეთი სიხარული მართლა სპორტული ზეიმი იყო ეს ჩემთვის. გადავწყვიტე რომ უკვე მართლა ცოტა სერიოზული ვარჯიშები გამეკეთებინა და სხვანაირად შევხედე არა მხოლოდ მარტო ჯანმრთელობისთვის, არა რაღაც მიმეღწია და რეალიზაცია გამეკეთებინა ის რაც არ მქონდა თქვათ ბავშვობაში. ხო. და გამიადვილდა ამიტომ რა, უბრალოდ ვახერხებდი, იცი, ვარეგულირებდი ყველაფერს. აი თქვათ სახლის საქმეც, სადილე აუცილებლად უნდა იყოს ყოველდღე ახალი. ეს ყოველი ჩემი საათი ჩამოწერილი მქონდა თავში, რა დროს რა უნდა გამეკეთებინა, დისციპლინა ჩამომიყალიბა. კი, თავი არის მაინც მონდომება, ხო? აუცილებლად და აი ამ დისციპლინამ მიმიყვანა იქამდე, სანამდეც სადაც მე ახლა ვარ.
იმიტომ მაუღნიშნე რა 44 წლის ასაკში დაწყებული აქტიური ესე ვთქვათ ვარჯიშები, იმიტომ რომ ზოგს 30 წლის გონია რომ აი ძალიან გვიანია და რა დროს ჩემი ვარჯიშია და აი ფიქრობ რომ ადამიანის ზოგადად ასაკს და მონაცემს ზღვარი არ აქვს რომელ ასაკში დაიწყებ ნებისმიერი რაღაცა სპორტის აქტიურ რაღაც სახეობას და ასე ვთქვათ თქვენ შემთხვევაში ეს შეუძლებელი არაფერი არის, აი მართლა უნდა გადაწყვიტოთ საკუთარ თავში და უნდა დააჯეროთ შენ თავი, რომ რაღაც თუ არ იქნები შეჯიბრებებზე არ გამოხვალ, ფიზიკურად მაინც უნდა იყო ძლიერი, რომ შენ შვილებს ჯანმრთელი ჭირდები რა თქმა მაინც. უნდა. და ყოფილა ისეთი მომენტი ზოგადად, რომ აი რაღაცა ცოტა შიში შემოსულა, რომ ეს არ გამომივა. რა თქმა აი უნდა. რაღაცა და როგორ დაძლიეთ რა იყო ამის თავარი მამოძრავებელი ძალა. აი თავს შემოუძახე რომ რას ამობ იმან თუ შეძლო მე რატო ვერ შევძლებ და აი თვით აი შენ თავს ეუბნები შენ თავს ელაპარაკები რომ ეს უნდა შევძლებ როგორ ვერა და მოკლედ სამოტივაციო ვიდეოებს უყურებ კიდე უყურებ თქვათ იმ მარშრუტზე სადაც მე მაქვს შეჯიბრი ეს ცურვა იქნება თუ სირბილი უყურებ სხვებს რომ როგორ დარბიან როგორ აკეთებენ როგორ ცურავენ და ამას თვით დაჯერებას აქედან ვღებულობ ხო იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მაინც გინდა არ გინდა რაღაც ცოტა შიშის მომენტი იქნება რა რომ აი იყო და ერთხელ იყო შეჯიბრზე გადიოდეთ და აი რაღაცა ისე იყო რომ აი რაღაც შეიძლება არ გამომივიდეს შეიძლება გამომივიდეს და ეს ბევრი აზრი შემოდის თავში და მაინც შინაგან სიმშვიდე თავდაჯერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს ამიტომ უნდა იყო ძლიერი რომ შეძლო ის ნამდვილად რაც დაისახე აქ დავამატებ კიდე ძირითადი პროცენტი ქალების რომლებიც პირველად იწყებენ იოგას ოქტოპუსში არის 40-დან ზემოთ და როდესაც შემოდიან პირველ კლასზე, უკვე პირველ პრაქტიკას დაესწრებიან, მაშინ ამბობენ, რომ ბედნიერი არიან, თუნდაც 40 წლის ასაკში რომ აღმოაჩინეს ეს მიმდინარეობა და აგრძელებენ უკვე დიდი სიამოვნებით. და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი სიამოვნებაა, როდესაც ხედავ, რომ ჩემ მოსწავლეს, რომელსაც ყავს შვილი, მოყავს კლასზე და უკვე ერთად დადიან და ერთად აგრძელებენ პრაქტიკას. ძალიან მაგარი რამეა, ზოგადად, იმიტომ რომ მართლა როგორც კომპლიმენტი ის გადადგმა არის რა რაღაც რთული თორემ მე უკვე მართლა ადამიანი შენ თავში ძალას პოულობ და ფიქრობ რომ აი აქამდე სად ვიყავი რამდენჯერ არის რომ გეზარება და აი დღეს უკვე всё დღეს დავისვენებ და აი სადცა იყო აი სახლი დალაგებული გაქვს სადელი გაკეთებული გაქვს ეს ყველაფერი გაკეთებული სად უნდა წახვიდე არა მაინც წავალ დარბაზში ეს ყველაზე კარგი დროს გატარება ჩემთვის ხო, მე უკვე რაღაცა ჩვევაშიც გადადის ეს და შენი რაღაცა ერთი დიდი ნაწილი ხდება ცხოვრების რა. დილით პირის დაბანასავითა, დილოს რო ან ვარჯიშზე წახვიდე, ან ირბინო ეს ჩემთვის უკვე გამომუშავებულია. რა თქმა უნდა, დისციპლინაა. კი ბატონო, აი კაკრას მივადექით ახლა ბოსფორის სრუტის გადაცურვას და დარდანელის გადაცურვას. მე ორჯერ მივადექი. ჩვენ ვაკეთებთ მივადგეთ. ხო, ეგ გვაინტერესებს მაგასთან დაკავშირებით, რა იყო ყველაზე რთული? ფიზიკური დაღლილობა თუ აი რაღაც გონებრივი ბრძოლის ამბავი? დანახვა პირველით ჩავედი ისეთი თუ დაჯერებული რომ თუ ვიდეოს უყურე აი 1000 აი რა თუ კი რამე ვიდეო იყო ყველა ენაზე მაქვს ნანახი როგორ მიცურავენ იქ ახსნა როგორ თან იცით რა მარშრუტს გიხსნია ვიდეო მარშრუტი ქვია იმიტომ რომ იმ დინება მოდის შენ მიყავ ხარ დინებას მაგრამ იქედან და აქედან ნაპირებზე არის უკუდინება სადაც თუ ცოტა რამდენიმე გრადუსით გადაუხვევ ხო ჩაგითხრებს და გატრიალებს ერთ ადგილზე რაც მე მომივიდა პირველად როცა წავედი შარშანწინ ბოსფორის სრუტე როდესაც გადავცურე და ნუ ძალიან ვიწოლე ძალიან მოკლედ მაგრამ დავაფინიშე ღირსეულად და ნუ რო ჩავდივარ პირდაპირ აეროპორტიდან ჩემი ჩანთით წავედი ნომრის ასაღებად სადაც მაძლევენ ჩიპს მაძლევენ ფეხზე უნდა გაიკეთო ეს ჩიპი იმ ჩიპზე ცალკე ვინერიული ხრინწით იყო და სულ მეგონა რომ სადღაც წყალში შემეხსნებოდა და დავკარგავდი იმას თუ დაკარგავ არ გეთვლება მარშრუტი გავლილად იმიტომ რომ პლანქტონზე უნდა გადახდე სადაც ეს ელექტრონთანაა დაკავშირებული ფიქსირდება შენი ჩახტომის დრო და ამოსვლის დრო წელს მე ორჯერ როცა გადავცურე ბოსფორი ძაფიდან ემსი დავიკერე რომ ასე ხო იმიტომ რომ მეშინოდა რომ არ დამკარგოდა და რო დავინახე ბოსფორი
აი ცრემლები წამომივიდა მე ერთი თან მარტო ვარ არც ანასტასია მახლავს არც მეორე შვილი და ალექსანდრა და ფიქრობ მეთქი რა ვქნა ეხა ვიტყვი რომ ფეხი ვითომ გადამიბრუნდა რაშვაშია ფეხის გადაბრუნება ცრუასთან იმიტომ რომ ეს შემთხვევა მქონდა სირბილზე და დიდი ხანი მე რეაბილიტაცია დამჭირდა მოკლედ ის ღამე არ დამიძინია, ისევ ნერვიულად და მთელი ღამე ფიქრობდი, რომ აი რა ვქნა, როგორ აი ძალიან მეშინია მე ამას ვერ შევძლებ და დილით ავდექი უძინარი, როცა უნდა იყო ძალიან დასვენებული და მე უკვე ვიცოდი რომ მე გადავცურავდი ჩვეულებრივად, ჩემ თავს ველაპარაკე. თვითდაჯერება. შენ თავს უთხარი რომ მე ამაში მე ამისთვის ჩამოვედი, როგორ არ უნდა წავიდე მედლის გარეშე. რა თქმა უნდა. ბავშვი მელოდება მე იცი როგორ მელოდებიან ყველა შეჯებრის შემდეგ. აი მარტო ყველა შეჯებრი მივდი რომ ჩავდე დიდი თაიგულები ხდება ყველა ოთახში. არა ძალიან მაგარია, იმიტომ რომ მოვიცი ამ ხელა გამოწვევის წინაშე რა გიგები. სტიმულია. იცით მე სულ ვამბობ რომ მე მინდა რომ საქართველოში იყოს ბევრი კონკურენტი ჩემ ასაკში და ყოველთვის იმას ვამბობ ხო თავიდან სულ არ ფიქრობდი ამაზე რომ ვინმესთვის რაღაცა სტიმული მექნა ჩემ თავზე მუშაობდი მე მინდოდა რომ რაღაცა ეხლა სულ ჩემ მეგობრებ გოგოებს ვეუბნები რომ მოდი რა ჩემთან წამოდით აერონმენს იმიტომ რომ არის ჩემ ასაკში ძლიერი მორბენალი გოგო ან ძლიერი ველოსიპედი ტისტი გოგო, მაგრამ თქვა ცურვა არ ვარ, ხო? მეთქი წადი მასწავლებელთან და მოდი ერთად ვიარო და ხო კარგია, ხო საქართველოსგან ვიდიხართ აი 50+ ქალები, აერონმენზე გადიხართ, ნუ რა ვიცი, ძალიან სასახელო იქნება. რა თქმა უნდა. ჩვენთვის. და დარწმუნებული ვარ რომ მალე შემოგიერთდებიან. თუნდაც რაღაცა დიდი мотиваციისთვის და რა თქმა უნდა. საურო მაგაზე და წელს კიდე ბოსფორთან ერთად ესე ვთქვი რომ ბარემ ბოსფორში ვარ ბარემ თურქეთში ვარ და დარდანელსაც ვიცურებ აი უნდა მეკითხა ზუსტად დარდანელის რუტე ბოსფორი რო ვიცურე 24-ში იყო 24 აგვისტოს გადავცურე ბოსფორი მეორეჯერ და ერთ კვირაში იყო ჩანაქალე თურქეთია საბერძეთის საზღვართან აი სულ სხვა თურქეთიდან ხვდა აი ძალიან განსხვავებული კულტურის ძალიან განსხვავებული სულ სხვა ზღვა დამხვდა სუფთა მეგეთი ზღვა არ მინახავს არსად აი უზარმაზარი თევზები რო დაცურო და ეს ვამბობ უბრალოდ ესთეტიურ მხარეს ვამბობ და შეჯიბრის მხარეს ვიტყვი იმას რომ 5 კილომეტრი ნახევარი იყო ბევრად რთული იყო ვიდრე ბოსფორი და აი ხო განსხვავება რო გავაკეთოთ ხა აი ბოსფორის სრუტესთან და აი დარდანელის სრუტესთან რომელი უფრო ის იყო რთული იყო დარდანელი რთული იყო ბევრად კი და ქარი იყო საშინელი ქარი ტალღები ნუ აქაც ფიქრობ წყალი ცივი დიდი წინააღმდეგობა მაინც ჰქონდა იყო იმ დღეს დავშვიდა სხვათა შორის იმ დღეს დავშვიდა მაგრამ კიდე იმას ვამბობ რომ ის მინდა რომ თქვა რომ აი შიშის გრძნობა გამიჩნდა ისე რომ ბოსფორი ორჯერ გადავცურე აღარ უნდა შეგეშინდეს ხო არაფერს დისტანცია უფრო ნაკლებია მაგრამ ისეთი ტალღები იყო მაგრამ იმ დღეს ცოტათი დამშვიდდა და კიდე იქ გავიცანი კიდე ხალხი რომელიც რომელიც მას გადაცურა ბოსფორი 4ჯერ ზოგმა 5ჯერ და ყველაზე დასწაული ის იყო რომ 10 წუთი და 12 წუთი ჩქარა მოვედი იმადზე მithumetes მე ხუბრობდი რომ მეთქი თქვენ ისე დადიხართ და დანარჩენ როგორც პურის მაღაზიაში ნუ და კიდე დედამთან ერთად ვიყავი წასული მეთქი ვიღაც უნდა მახდეს და დროში საქართველოს დროში რომ დავხდნენ უკან არ ხდებოდა დავხდა დროში ისეთი ბედნიერი იყო მოკლედ ძალიან მაგარია ხო იმიტომ რომ ეხა ბოსფორი და დარდანელის სრუტეს რო გადასულავ თან პატარა მონაკვეთში ხო ერთი კვირა ქონდათ ერთი კვირა იყო კი და კაისად მინდა ძალიან დიდი დისტანცია მაგრამ მაგისტრის მომზადები უკვე მოკლედ რაღაც უნდა დავვრთო ახალი ველოსიპედიც სირბილიც ეს აი ყველაფერი ეს ერთი მეორეს ცოტათი უშლის ხელს თუ კი სპორტული მიღწევა გინდა რა რომელიმეში ამიტომ რაღაცას დავთმობ ცოტა ხნით და თავარი ასწრებთ მაინც ყველაფერს აი კაკრას შემდეგი კითხვა არის მაგასთან დაკავშირებით რომ აი როგორ ინარჩუნებთ ბალანს ესეთი ინტენსიური სპორტული გზის შორის და ოჯახის შორის მაგაზე როგორ გითხათ 1-2 ძალიან რთულად ოჯახი ყოველთვის ხელს მიწყობს ეხლა იცით
ყოველთვის ვამბობ, რომ კი სპორტი ძალიან კარგია, მაგრამ პირველ რიგში შენ ხარ დედა და მეუღლე და შემდეგ უკვე შენ რაც გინდა. მაგრამ ეხლა უკვე ბავშვები, გოგოები დიდები არიან. უკვე აღარ ჭირდებათ ესე ყოველდღე რომ მე რაღაც იქ ჩემი ყურადღება. ამიტომ უფრო მეტ დროს მე უთფობ ჩემ თავს და ვაბალანსებ ამ ჩემს ვარჯიშს, დასვენებას, ძილს და ასე შემდეგ. ანასტასია, ნუ დედაშენის აზრი გასაგები არის, მაგრამ შენი როგორ აზრიც ვაბალანსებ? მაინტერესებს, ხო? ხო, აი ეს ბალანსი როგორ არის? ჩემთვის ბალანსი უფრო მარტივია, იმიტომ რომ არ ვყავს შვილები. და ვარ სრულად კონცენტრირებული კლასებზე. მაგრამ აქ მეორე ფაქტორი არის, როდესაც იწყებ მასწავლებლობას და სხვას უტარებ კლასებს, თან თუ ბევრს ატარებ, მაგალითად დღეში საშუალოდ მაქვს 6-7 კლასი, მაშინ საკუთარი თავი გავიწყდება და თვით პრაქტიკა, რაც არის მთავარი კომპონენტი ნებისმიერი იოგის მასწავლებლის და პილატესის მასწავლებლის გრჩება. მაგრამ ვცდილობ რომ ჩავსვა, თუნდაც კვირაში 3-ჯერ, 4-ჯერ საკუთარი პრაქტიკა, გავაკეთო ახალი flow, ჩამოვწერო ახალი სეკვენსები და უკვე განვავითარო და ჩემ ჯგუფთან ერთად გავაკეთო ესენი. იდეალური, ძალიან კარგი. ანასტასია, ესე შენთვის რას ნიშნავს ზოგადად? აი თან ხა ერთ სივრცეში მუშაობთ ოქტოპუსში, აი მანდ დასაქმება ზოგადად და მანდ შენი პროფესიის უკვე ესე ვთქვათ დაუფლება და აი რამ გაფიქრებინა კიდევ ერთხელ ესე ღრმათ, რომ შენ ყოფილიყავ იოგას ინსტრუქტორი, საკმაოდ ღრმა ცოდნა მიგეღო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მართლა ერთ-ერთი ადამიანი ხარ, რომელმაც ეს level 3 მიიღე, ხო? მე მგონი. კი, level 3 ეს არის დიპლომირებული კურსი და მეორე რაც მივიღე ევალუატორი, ანუ შემიძლია მივიღო გამოცდა და უკვე შევამოწმო სხვა იოგა ინსტრუქტორი, რამდენად მზად არის რომ ჩაატაროს კლასები. ხო, აი კიდე სხვა საკითხი, ძალიან მაგარია. კი და ეს მხოლოდ ინდოეთში ხდება, ინდოეთის სახელმწიფოს მიერ უნდა იყო რეგისტრირებული და აღიარებული, რომ შენ შეგიძლია ამას გაართვა თავი. ძალიან მაგარია. ხო და ეს მაგაზე მინდოდა რომ მეთქვა 1-2 სიტყვა, რომ აი მაინც ეს რა იყო, აი რამ გადაგაწყვეტინა, რომ ან შენთვის ალბათ ეს ძალიან ისეთი იყო, რომ ანუ შენი საქმე იპოვე რა. კი, მე თავიდან მთელი ჩემი ყურადღება მიმართე სამედიცინოსკენ, კლინიკური სამუშაო, ასევე კვლევები, მაშინ როდესაც კოვიდი იყო, ბევრი კვლევა ჩავატარეთ ნევროლოგიური მიმართულებით, გინეკოლოგიური და ყოველთვის თან ვატარებდი როგორც მოხალისე იოგა პრაქტიკებს. ჯერ დავიწყეთ ონლაინ პრაქტიკები და შემდეგ უკვე ბუნებაში გავედით. და სულ ვფიქრობდი, რომ მეთქი რომ იყოს ოცნების სამუშაო, ჩემთვის ეს იქნებოდა იოგის მასწავლებელი, მაგრამ ამაზე სერიოზულად არ ვფიქრობდი, იმიტომ რომ ყოველთვის მეგონა ეს არ არის შემოსავლიანი სამსახური. თუმცა შემდეგ, როდესაც უკვე დავიწყე მუშაობა ოქტოპუსში, მივხვდი, რომ შეგიძლია ჩამოყალიბდე და განავითარო საკუთარი თავი ამ მიმართულებით და მიაღწიო ახალ-ახალ მწვერვალებს. ამაში დამეხმარა ოქტოპუსი, თან ასევე ჩვენი მენეჯერები, რომლებიც მიწყობენ ხელს სხვადასხვა სტილი შემოვიტანო. თუნდაც კუნდალინი, რომელიც საქართველოში თითქმის არც ტარდება და არც იციან რა არის და კიდევ სხვა მიმართულებები, ან ჩაის ცერემონია, ან ტიბეტური ჯამი და რაღაც ახალი იდეები, რის განვითარებაშიც ხელს მიწყობენ. და ამ ყველაფერში უკვე მეხმარება ოქტოპუსი და ჩვენი გოგოები. ჩემი მოსწავლეების 95% ქალია, დაინტერესებული არიან საკუთარი თავის განვითარებით, სიმშვიდის პოვნით, ასევე ჯანმრთელობით. სწორედ ამაზე მუშაობ და ამაში მეხმარება ის კლინიკური საქმე, რაც მე გამომყვა და კლინიკური კვლევები, რომ დავეხმარო ქალებს მათი ცხოვრება გავხადო უფრო უკეთესი და გავაუმჯობესო ცხოვრების ხარისხი. ანუ მაინც ჩემი მიზანი, როგორც მასწავლებს არ არის რომ მოხვიდე და თავზე დაგაყენო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს უნდა და მართლა გამოსდით, არ არის პრობლემა, მაგრამ მაინც მიზანია რომ გავაუმჯობესო ძილის ხარისხი, ცხოვრების ხარისხი, კვებითი პრობლემები მოვაგვაროთ და ასე შემდეგ. ნერვიული სისტემა. კი, ნერვული სისტემა არის პირველი თავარი რეგულაცია, კი. ანუ აქ უკვე აღარ არის თან ციფრული დეტოქსი გვაქვს, იმიტომ რომ ტელეფონებს ვთიშავთ, მაქსიმალურად კონცენტრირებული ვართ მხოლოდ საკუთარ თავზე და სუნთქვაზე. ანუ როდესაც მიდიხარ სამსახურში და თითქმის ყველა მუშაობს, შენ ფოკუსირდ საკუთარ თავზე და არ შეგიშალოს ხელი გარე ფაქტორებმა, შენმა უფროსმა, კოლეგამ და ესე რომ ვთქვათ, ნერვები არ მოგიშალოს და გაუძღვე შენს დღეს ისე როგორც შენ გინდა. და ამ ყველაფერში უკვე იოგა ეხმარებათ.
ძალიან კარგი. და შენი თავი იპოვე აქ. კი. ნამდვილად ჩემი ოცნები სამსახურით, ან სამსახურით არ არის, იმიტომ რომ ის ენერგია, რასაც მე ვუზიარებ, ყოველთვის უკან მიბრუნდება და ყოველთვის ვცდილობ კარგი ენერგია გავაზიაროთ. რა თქმა უნდა, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩემო გიუშკი. რას ნიშნავს აქტიური ცხოვრება ნებისმიერ ასაკში? რა ვიცი, ორივე შეგიძლიათ მიპასუხოთ. ჩემი თავიდან გამომდინარე გვიტყვი, აქტიური ცხოვრება ნიშნავს დისციპლინას. აუცილებლად რო გჭირდება უკვე ასაკში როცა ხარ გულის მშვიდი პულსი, ძლიერი კუნთები, ჯანმრთელობა, მობილიზებული ხარ ყოველთვის ფორმაში ხარ, ცხოვრება გიხარია და ნუ ჩემთვის ეს ძალიან დიდი ხალისია. კი ბატონო. ანასტასია. ნამდვილად კი, ასევე სტრესთან გამკლავება და იმ შინაგანი სიმშვიდის პოვნა, რომელიც გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. და აქვე აღნიშნა, რომ ჩვენთან ასევე დადიან ორსულები და ორსულები უკვე ზრუნავენ საკუთარ თავზე, ჯანმრთელობაზე და ამ მშობიარობის პროცესზე. და ისინი ასევე შთააგონებენ შემდეგ უკვე მომავალ თაობას, რომ დაკავდნენ ჯანმრთელი ცხოვრების სტილით. არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება სირბილი, ცურვა, იოგა, პილატესი, ყველასთვის არის შთაგონება. ორსულობაზე დამაინტერესა, შეგიძლია ერთი ორი სიტყვით უფრო ვრცლად რო გველაპარაკო, ორსულების და იოგას დაკავშირება, ხო? შერწყმა. კი, ჩვენ არ გვაქვს ცალკე ორსულთა ჯგუფი, ამიტომ ის გოგოები, რომლებიც უკვე ჩემთან დადიოდნენ, ან დადიოდნენ პილატესზე, შემიძლია ისინი მივიღო, მშვიდად ვიყო მათი ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ წინასწარ უნდა მქონდეს დასტური ექიმისგან, რომ არანაირი წინაღობა მე არ მაქვს, რომ ისინი ცოტათი მაინც დავტვირთო. დადიან ჩვეულებრივ კლასზე, ძირითადად ჰათა იოგაზე, რომელიც არის უფრო მშვიდი, დაბალანსებული პოზებით, ასანებით და ვინც მყავდა ორსული, თითქმის ყველა იდეალურად იმშობი არ ქონია არც შეშუპება, არც სიმძიმე, არანაირი პრობლემა და ექიმები ამბობენ ყოველთვის, რომ ეს არის სწორედ იოგის დამსახურება. და ასევე მშობიარობის შემდეგ ეს არის უკვე პოსტნატალური პერიოდი, როდესაც 2-3 თვის შემდეგ ისინი ბრუნდებიან იოგაზე. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ მუცლის კუნთები ისევ რიგზეა, ისევ მწყობშია და საშვილოსნო ისე იჭერს ტონუსი, როგორც აქამდე. და იყო შემთხვევა, როდესაც საშვილოსნოს პროლაფსი იყო, ანუ დაწევა პაციენტში, მაგრამ შემდეგ აიწია და ესე რომ თქვა დაუბრუნდა ნორმას. და ის გოგოები არიან, რომელსაც მე ვხედავ ყოველ დღე, ანუ ვიღაცის გაგონილი არ არის ნამდვილად დადასტურებულია, ასევე საკვერცხებზე მოქმედებს იდეალურად და შეუძლია მოხსნას მაგალითად კვანძები ფარისებრ ჯირკვალში. ამის გადამოწმებას ვთხოვ ხოლმე ყოველთვის მაინც რომ ვიცოდეთ როგორ მიდის ჩვენი იოგით მკურნალობა ქალებში. ძალიან მაგარია. ეს არის ზუსტად ძალიან ისეთი პროფესიონალიზმი რა, რომ მართლა ადამიანის ის გაინტერესებს, რომ მარტო ის არ არის ვიზუალური მხარე, რომ დაინახო და მოდი ივარჯიშე და არაფერი არა. მაინც რომ გამოკითხავ ერთ-ორს და უკვე გეცოდინება, რომ ნამდვილად შეგიძლია რომ ის ადამიანი. ყველა ანამნეზი წინასწარ უნდა ვიცოდეთ, ან თუნდაც პატარა თიაქარი ქონდეს ან პროტრუზია, აუცილებელია რომ უთხრას ინსტრუქტორს და ინსტრუქტორს ვალდებულება აქვს, რომ ამის შესახებ ცოდნა ქონდეს, როგორ უნდა შეხედოს კონკრეტულად ამ მოსწავლეს და შეიძლება უკვე შეუცვალოს და მისცეს ვარიაციები, იმიტომ რომ ყველასთვის ყველა პოზა არ არის. ანუ იოგაში ხშირად ვამბობთ, რომ იოგა არის ყველასთვის, უბრალოდ ყველა პოზა არ მოუხდება და ამაში არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ დავარეგულირებთ ისე, რომ შენც მოგიხდეს და შენ გასაგებია. Yes, ნამდვილად. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვიგეთ ნამდვილად. აი რას ეთყოდით ქალებს, ვისაც აქტიური ვარჯიშის დაწყება უნდა, არ მაქვს მელაპარაკი იმაზე, რომ აი მაინდა-მაინც რაღაცა თუნდაც ბოსფორი გადაცურო. დიახ. ან რაღაცა ველომრბოლით და ესე რა ქვია დაკავდნენ და რაღაცა 25 კილომეტრი გაიარონ და ზოგს რაღაცა აი ზუსტად იმ ასაკზე მქონდა ზღვარი რა, რაღაცა ეშინიათ, რაღაცა კომპლექსები აქვთ. მაინც ერთი-ორი სიტყვა ორივეს მხრიდან მაინტერესებთ რა სიტყვით. თავარია მონდომება. აუცილებლად უნდა გააკეთოთ ყველაფერი იმისათვის, მე ვამბობ, რომ ქალი, რომელიც არ ვარჯიშობს, ზოგი ამბობს, რომ აი მე ეს მტკივა, ეს ტკივილები ყველაფერი წავა, თუ კი შენ თავს მიხედავ,
თუნდაც მსუბუქი დატვირთვით გააკეთონ. ყველაფერი მე ვფიქრობ, რომ არის სიზარმაცის ბრალი, იმიტომ რომ ეზარებათ ქალებს. ფარხმალს ყრიან, გონიათ რომ არაფერი არ გამოვართ. უცებ არაფერი არ გამოვა, შეიძლება ერთ კვირაში, ერთ თვეში არა, მაგრამ ამას ჭირდებათ, რომ აუცილებლად უნდა ივარჯიშოთ, აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის თქვენი ჯანმრთელობა, ეს იქნება თქვენი ჯილდო, ხარისხიანი სიბერე, არა აუცილებლად 100 წელი ხარისხია, თავარი ჯანმრთელობა გექნებათ, მე თუ შევძელი თქვენც შეძლებთ, ასე რომ და ნაკლები ფულის ხარჯვა რა თქმა უნდა, ექიმებში. ანასტასია, შენც გითხარი. მე მყავს თითქმის ყველა ასაკის ქალბატონი კლასზე. მათ შორის არის 80 წლის ქალბატონები, რომლებიც სითიმოლში ვარჯიშობდნენ გოგოებთან ერთად და არანაკლებ ძლიერები არიან. და ასევე 16 წლიდან უკვე უერთდებიან ჩვენს ჯგუფს. ხშირად, როდესაც ვარჯიშობს ხოლმე დედა და სახლში მიდის და აჩვენებს რა გააკეთა, მაგალითად თავზე დადგან, შპაკაჩი ჩაჭდა, შემდეგ მიგზავნიან ხოლმე ვიდეოებს, რომ მის შვილსაც უნდა ეს გააკეთოს, თუნდაც იყოს 4 წლის, 5 წლის და უკვე დედა აძლევს მაგალითს, რომ შეუძლია განავირთაროს მისი სხეული და ყურადღება მიაქციოს ჯანმრთელობას. თან ეს ყველაფერი არის თამაში. ჩვენ არ ვდგები ძალიან სერიოზულად და მკაცრად, თუ რაღაც არ გამოვა, რაღაც პოზას ვერ შეასრულებს ადამიანი, რადგან პერფორმანსი არ არის და ყოველთვის ვეუბნები, რომ უნდა ითამაშო, ამიტომ რა სტილსაც აირჩევ, რა მიმართულებას, რა სპორტსაც აუცილებელია რომ გაერთო შენ ისე ამონოამით და იყო კმაყოფილი საკუთარი თავით. კარგი, მაშინ ერთი ესეთი კითხვას დავსვათ, რამდენ ვარჯიშებს შევხედოთ. დასვენების იდეალური დღე როგორია? დასვენების იდეალური დღე ვაიმე, ყველაზე კარგი არის. მთელი დღე სახლი უნდა ვალაგო. ვაკი, მაგაც ის კარდიო ვარჯიში კი, აუცილებლად კარდიოთლად არა, მაგრამ მაინც აქტიურია. დასვენება არნიშნავს იმაზე, რომ მთელი დღე, თქვათ, იწვა ტელევიზორთან და რაღაცა, პირიქით უფრო მძიმედ ვგრძნობ თავს, როდესაც არის ისეთი დღეებიც მქონია, რომ აი რაღაც არ ვარ გაწყობილი, აი დღეს უარესად ვგრძნობ ბევრად თავს, აი რაღაცა მაინც დინამიურად უნდა იყოს ცოტა, იმიტომ რომ რაც უფრო მეც ვარჯიშობ, ხო მე უფრო მეტი ენერგია მაქვს, ხო უნდა იღლებოდი ადამიანი. კი არის ისდაღლა, მაგრამ ისდაღლა 3 საათი, 4 საათი, თქვა კვების შემდეგ ცოტა მძიმედ ვარ ხოლმე. შემდეგ უცებ, აი როგორც ხოცი, ჭიქარო აწვით, ისევ ენერგიით და უფრო მეტი მოდის. ამიტომ დიდხანს გაჩერება ძალიან ცუდია. ანასტასია, შენც მითხარი, შენი idеალური დასვენების დღე როგორია? იდეალური დასვენების დღე არის, როდესაც მაქვს უფრო ცოტა კლასი. და არა 7. როდესაც ურთიერთობ ჩემ მოსწავლეებთან, შემიძლია თავისუფლად თქვა, რომ მაინც ენერგიის ურთიერთ მიმოწვრის ხარჯზე არ ვიღლები და მათთან მუშაობა ეს ჩემთვის უკვე დასვენების ტოლფასი არის. აქვე დავამატებ ანასტასიას, რომ იმის დღე, როდესაც დასვენება აქვს, მგონია, რომ აი ეხლა ჩემს შვილს უნახავ და რაღაც მოვისიყვარულებ და დედა არ მცალიავს სწავლობ, კომპიუტერთან ზის და იქ რაღაც სამედიცინოში რა სფეროში რა მოხდა ახალი, ეხლა იოგას კურსი უნდა, ანუ კიდე იმას ვიტყვი, ჩემი შვილია უნდა თქვა, 3 ენა იცის, 4 ენა იცის ძალიან კარგად და ეხლა ინდურის სანსკრიტს სწავლობ, იმიტომ რომ როდესაც იოგის სერტიფიკატი აიღო, იქ ყველაფერი ინდურად უნდა ეთქვა, ის ასანები იყო და ეს სუნთქვითი რაღაცა იყო, ყველაფერს ინდურად აბარებდა და მოკლედ თავარი მოთხოვნა არის ერთ-ერთი, რომ სანსკრიტი მაინც უნდა იცოდე, პოზის სახელი ქართულად, ინგლისურად და უკვე სანსკრიტზე. შეიძლება სულ არ აინტერესებს, მაგალითად მოსწავლეს, რომ შპაკატი არის ჰანუმან ასანა, მაგრამ შენ მაინც უნდა იცოდე. ჰანუმან ასანა. ჰანუმანი იყო მაიმუნი ღმერთი. ანუ მაიმუნი, რომელიც შპაკატში ჩდება. ჰანუმან ასანა. აი შენ ჰანუმან ასანაზე. ჩავჯდები, რატომაც არა. და ყველაზე რთული მომენტი აი კარიერაში, რას გამოყოფდი, თან რა გამახსოვრდებათ უფრო გავლილი ცხოვრებიდან დღემდე. იმდენმა გავლილო თქვენზე უფრო სიუხვე ვილაპარაკებ ძალიან დიდხანს. ყველაზე რთული იყო ჩემთვის და აი დღემდე ჩემ თავს ვერ პატიობ. შარშან მქონდა სრული აირონმენი ნიცაში. მაშინ მქონდა ფეხის ტრავმა და ვიცოდი რომ აი სირბილში შეიძლება გამჭირვებოდა, მაგრამ აი ველო ეტაპზე არ მეგონა რა თუ შემაჩერდნენ 4 კილომეტრი ვიცურე ნიცაში.
20 კილომეტრზე ვაჩვენე საათი და 30 წუთი დრო, მშვენიერი დროა ჩემთვის, მით უმეტეს რომ გიდროკოსტუმების გარეშე ვცურავდით, გიდროკოსტუმი რატო ვახსენე, იმიტომ რომ გიდროკოსტუმი გეხმარება ცულის დროს ცოტა გატივტივებს და კი ძალიან ამაში რამოდენიმე წუთს მაინც იგებ. და ძალიან სიცხე იყო და გამომჩა ის უბრალოდ არ ვიცოდი თუ ვერ ეტაპზე რაღაც ეტაპების შემდეგ გაქვს მოცემული დრო იმ დროში უნდა ჩაჯდე მე ორჯერ გავჩერდი ზედმეტად უნდა ვთქვა რომ ველო ეტაპზე 2500 მეტრი აღმართია ის ძალიან აღმართად ითვლება და ნახევარი გზა რო გავიარე და გავჩერდი რომ მეთქი აი ახლა კარგად აუცილებლად უნდა მიაქციო კვება არის მთავარი, იმიტომ რომ კვება და გიდროტაცია თუ დაგიქვეით და უკვე ვერ გააგზელებ ერთ ცირიბლის შემდეგ ძალიან გაგიჭირდება და შეიძლება საერთოდ გაჩერდე და ვიფიქრე რომ მოდი მე ახლა დავისვენებ უკვე ნახევარი გზა თითქმის გავლილი მაქვს სირთულეები და შვიდად ვჭამე რომ კუჩს კარგად მიიღო მოკლედ რომ გითხრათ 4 წუთი დამაგვიანდა მოცემულ დროში რომ ჩავსდარიყავი რა და თან იქ რო ვიყავ ესენი მეუბნებიან ფრანგულად რომ time რაღაც დრო გაქვს მეთქი დრო მაქვს ძალიან ბევრი რა 16 საათი მაქვს წინ ну 16 არა უკვე გავლილი მქონდა ექსტროად რაღაცას მოაკდა მაგრამ ну ეს დამჭა რაღაც და ამიტომ წელს გერმანიაში ვაპირებ იგივე მარშრუტის გაკეთებას და ვფიქრობ რომ აუცილებლად დამაგარია იმიტომ ერთ წელი მაწუხებს რომ ეგ როგორ არა უშვებს ეგეც რაღაცა ერთგვარი ის არის კი რაღაც мотиваცია თუმცა კაცლიერებს ადამიანს საბოლოო ჯამში მაგრამ ძალიან მაგარია ანასტასია შენი ყველაზე რთული ესე ვთქვათ პერიოდი კარიერაში თუნდაც სამსახურის მხრივ შენს იოგა პრაქტიკაში რთული პერიოდი არა, უფრო მომენტი იყო, როდესაც გადავწყვიტე, რომ საერთოდ დამეტოვებინა კლინიკური ნაწილი ჩემი ცხოვრების და სრულად გადავსულიყავი უკვე იოგა სფეროში, ფიტნეს სფეროში და უკვე ამ მიმართულებით გამევითარებინა ჩემი კარიერა. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი კიდე, რომელიც არის არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მუშაობს ამ მიმართულებით და კლასებს ატარებს და ჯგუფურ კლასებს, არის ის, რომ არ უნდა დავხარჯოთ ზედმეტი ენერგია, ვიზონოთ საკუთარ თავზე, ჩვენ თვითონაც ვივარჯიშოთ, მივყვეთ აქტიურ ცხოვრების აქტიურ სტილს და არ გადავტვირთოთ საკუთარი თავი. თორემ შემდეგ გვექნება ეგრეთ წოდებული ბერნაუთი და უკვე ენერგიას ვეღარ გავცემ და აღარც იდეები აღარ მოვა ახალი. ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი რა იყო? კაი, ძალიან გულწრფელი ვიქნები. ახლა მოდი ესე მეც მოვყვები, ჩემთვის იყო მე ფერმთელი ვიყავი, სპორტსმენი, ძალიან აქტიური. და ყველაზე რთული პერიოდი იყო, რომ 3 წელიწადი ვიყავი ვარჯიშის გარეშე, იმიტომ რომ ფეხი მოვიტეხე და გავიკეთე 6 ოპერაცია. და 3 წელი უბრალოდ ვიჯექი, ვერც ხელს ვანძრებდი, ვერც ფეხს. ნუ ხელს კი, მაგრამ უბრალოდ წოლითი ის მქონდა რეჟიმი და ამ შემთხვევაში მომიწია, რომ 3 წელი ყოფილიყავი სპორტის გარეშე და ეს 3 წელი ალბათ ჩემთვის იყო 1-30 წელი. დრო გაჩერდა, აღარ გადიოდა და მეგონა რომ არასდროს აღარ გაივლიდა, მაგრამ მოვიდა ის პერიოდი, რომ დავიწყე მაინც აქტიური ცხოვრება. ძალიან და რო უყურებდით ალბათ ფეხბურთს როცა უყურებდით, ცევლები მოგდიოდა. არა, უკვე იმდენად მეზიზღებოდა, რაღაცა მაინც ფსიქოლოგიური ტრავმა დამიტოვა, იმიტომ რომ აი ბოლო პერიოდი 10 წელი გავიდა და დღეს უკვე მომენატრა ფეხბურთი. კარგი განაცვლა, ეხლა გვექნება პატარა ესეთი ბლიც კითხვები და შეგიძლიათ ორივე გვიპასუხოთ. დავუწყოთ. დილის ვარჯიში თუ საღამოს ვარჯიში? დილის მეც. ოკეი. დასვენება სახლში თუ ბუნებაში? ბუნებაში. ინდივიდუალური თუ გუნდური ვარჯიში? ორივე. თავისი ეფექტია. ცურვა თუ იოგა? დავამატებ რომ იოგაზე რომ მივედი ნასიასაც რომ მივედი იოგაზე თან მინდა რომ არავინ არ იცოდეს რომ ნასიას დედავარ ხო და იმიტომ რომ ვიცი რომ ვერ გავაკეთებ ისეთ რაღაცებს რასაც აკეთებს ნასიას მოსწავლეები ნუ ფანტასტიკურ რაღაცებს აკეთებენ და სამაგეროდ ისინი ვერ ირბენენ 200 კილომეტრს რომელიც აბარა ცივი წყალი თუ თბილი? თბილი. დასალევად თბილი. საცურაოდ ცივი. მუსიკა ვარჯიშის დროს თუ მის გარეშე? მის გარეშე. უმუსიკოთ იოგა რო ჩავატარო, გაგიშტები.
დინამიკი ყოველთვის პირველი უნდა შევამოწმოთ მუშაობს თუ არა. ის ძალიან მნიშვნელოვანია ესე. კი, ერთხელ იოგის დროს. აქ და ლამის მე ვიმღერე და დაიშალა ჯგუფი. დისციპლინა თუ მოტივაცია? ორივე ერთად, მაგრამ დისციპლინა მაინც. მოტივაცია ყოველთვის არ გაქვს. თუნდაც დაღლილი იყო და მოტივაცია არ ქონდეს, მაინც მოდიან ხოლმე კლასზე. კი ბატონო, სულ ეგ იყო. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმრობისთვის. მადლობა. თქვენი გაზიარებული, ესე ვთქვათ, კაი ისტორიებისთვის. ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად. ძალიან თქვენ საინტერესო მადლობა. იქნება კიდე ეთერში რო გავაჩვენი, ესე ვთქვათ, პოდკასტი და ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნებით დიდი мотиваცია. წარმატება მინდა გისურვოთ შემდეგ Ironman-ზე და დიდი მადლობა ჩვენი სტუმრობისთვის. საქართველოში ძალიან გვაკლია ესეთი პოდკასტები. ადამიანები ძალიან ბევრ რაღაცებს გებულობთ ხოლმე, ეს ძალიან მომეწონა ეს ფსიქოლოგი რო ყავდათ. გიოხატიაში. კი, ძალიან კარგი იყო და არა მარტო ის, რა თქმა უნდა. წარმატებები თქვენ პოდკასტს და ოქტომბერს თქვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. ჩემო მეგობრებო, ჩვენ დიდი თხოვნა იქნება, რომ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, ზარისღილაკი გააქტიურეთ, გვიყურეთ YouTube-ზე, Spotify-ზე ყოველ ოთხშაბათს, რათა არც ერთი ეპიზოდი არ გამოგჩეთ ხო, ძალიან ისეთი საინტერესო რესპონდენტები მოყავს მე მგონი. და ბევრი ინფორმაცია მთავარით რა. შეგიძლიათ რომ კომენტარებში დაგვიწეროთ, აი შემდეგი სტუმარი ვინგნებავთ და ამის მიხედვით ჩვენც გავითვალისწინებთ ხოლმე. ნუ პატარა რაღაცა ეს YouTube-ის ამბები და მომყავთ. შემდეგი სტუმარი ვინგნებდა. ერთხელ გეთერსანა გამიგეთ. ხო, ნუ პოდკასტის ამბავი არა, ძალიან თხელია ესეთი. მადლობა.